გამარჯობა, მე ვარ გიორგი და დღეს გესაუბრებით TCL-ის ტელევიზორზე. თვითონ ბრენდმა დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო და ხარისხიანი კომპანია ტელევიზორების სფეროში. მათი მთავარი მიზანია, რომ ტექნოლოგიით შექმნან ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის ინტერიერსაც დაამშვენებს. TCL-ი გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით და ხარისხით, რაც ბევრისთვის სასურველ არჩევნად აქცევს ამ ბრენდს. დღეს კი გვაქვს წარმოდგენილი TCL-ის P8K მოდელი, რომელიც არის 2025 წლის საშუალო საფასო კატეგორიის 4K QLED Smart ტელევიზორი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის ფერებით, დეტალური გამოსახულებით და გეიმერებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობებით. დიზაინი არის ელეგანტური და თანამედროვე. აქვს თხელი ჩარჩო, დაბალი პროფილი და რკინის ზედა ზოლი ქმნის მინიმალისტურ თუმცა შთამბეჭდა ვიზუალს. საყრდენები კი არის მარტივი და სტაბილური. P8K-ის აქვს HVA პანელი, რომელიც ბევრად კარგ კონტრასტს გვთავაზობს და dirty screen effects, ეგრეთ წოდებულ ჭუჭყიანი ეკრანის ეფექტსაც ამცირებს. მას აქვს DCI P3 დაფარვა 93%, რაც ბევრად ღრმა ფერთასპექტს გვთავაზობს და გამოსახულებაც ბევრად უფრო რეალისტურია. გამოსახულების დამუშავებას უზრუნველყოფს AIPQ Pro პროცესორი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აუმჯობესებს ფერებს, კონტრასტს და ანიმაციას, რაც იდეალურია სპორტისა და გეიმინგისთვის. HDR-ის ხარდაჭერასაც შეეხება გვხვდება Dolby Vision და HDR10+ ტექნოლოგიები, რაც ბევრად უფრო მკვეთრ და ღრმა ვიზუალს გვთავაზობს. თუ გიყვარს გეიმინგი, მაშინ ეს ტელევიზორი შენთვისაა. მას აქვს 154 Hz-იანი განახლების სიხშირე, HDMI 2.1 პორტი, Variable Refresh Rate, რაც არის ცვალებადი განახლების სიხშირე, Auto Low Latency Mode, ავტომატური დაბალი რეაგირების რეჟიმი და Dolby Atmos, რაც იდეალურია PC და კონსოლური გეიმინგისთვის. Game Accelerator ფუნქცია კი გვაძლევს Full HD რეზოლუციაზე 288 Hz-ზე თამაშის საშუალებას და ასევე ამცირებს რეაგირების დროს. TCL P8K აღჭურვილია ახალი თაობის გამოსახულების დამუშავებით, რომელსაც საფუძვლად უდევს ხელოვნური ინტელექტი. ეს კი არის AIPQ 3.0 პროცესორი. ის რეალურ დროში ამუშავებს გამოსახულებას და ბევრად უფრო რეალისტურ და ხარისხიან სურათს გვთავაზობს. მოდით განვიხილოთ AI-ის ძირითადი კომპონენტები. AI კონტრასტი არეგულირებს კონტრასტს და ბევრად უფრო ღრმა ფერებს გვთავაზობს. AI color ბევრად უფრო ბუნებრივი და რეალისტური ფერები არის. AI clarity გამოსახულებას უფრო მკაფიოს ხდის, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის კონტენტში. AI HDR, რომელიც HDR გამოსახულებას ბევრად უფრო ნათელს, კონტრასტულს და დინამიურს ხდის. AI motion ამცირებს მოძრაობის ბუნდოვანებას და ანიმაციასაც უფრო გლუვს ხდის. და ბოლოს AI scene, რომელიც გარემოს მიხედვით არჩევს საუკეთესო გამოსახულების რეჟიმს. აუდიო სისტემას უზრუნველყოფს Onkyo's ფირმის 2.1 არხიანი და 40 ვატიანი სპიკერები. ასევე გვაქვს Dolby Atmos-ის ტექნოლოგია და DTS Virtual X, რომელიც სივრცულ ხმას ქმნის. ტელევიზორზე გაშვებულია ახალი Google TV პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Android 12-ზე. ეს ყველაფერი კი გვთავაზობს სწრაფ, ინტუიტიურ და მრავალფეროვან გამოცდილებას. ასევე გვხვდება ძირითადი აპლიკაციები: Netflix, YouTube, Prime Video, Disney+ და სხვა. ასევე მხარდაჭერილია Chromecast და Apple AirPlay 2, რომელიც ბევრად უფრო მარტივს ხდის ეკრანის გაზიარებას ტელეფონიდან ტელევიზორში. TCL P8K არის იდეალური არჩევანი გეიმერებისთვის და მათთვის, ვინც ეძებს ტელევიზორს ხელმისაწვდომ ფასად. მისი 154 Hz-იანი განახლების სიხშირე, HDMI 2.1 პორტი, VRR ტექნოლოგია, Dolby Vision Atmos ქმნის იდეალურ გამრემოებას გეიმერებისთვის. P8K გთავაზობთ ფანტასტიკურ ღირებულებას, თუ თქვენი მთავარი პრიორიტეტი არის გეიმინგი და მომხმარებელზე მორგებული სწრაფი, smart სისტემა, კარგი გამოსახულებით. მაშინ აუცილებლად ღირს ამ ტელევიზორზე დაფიქრება. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, დამატებითი დეტალებისთვის და ფასისთვის შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გმულს ეწვიოთ. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.